რაც შეეხება ღარიბაშვილის წერილს, ხო, თვითონ შინაარსი არის ლოგიკას მოკლებული პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ იქ საუბარია რაღაც შეცვლაზე, რაღაც კომპრომისულ ვარიანტზე, სადაც თითქოს მას რაღაცა უნდა ეღიარებინა და ამის სანაცვლოდ ფაქტობრივად იმ 5 წელს დაუტოვებდნენ, ხო, შთანთქმის პრინციპით, რაც დღეს უკვე რაზეც ხელი აქვს მოწერილი და თითქოს რაღაც ეს მოლაპარაკება მიდიოდა, მაგრამ აბსურდია, იმიტომ რომ ეს მოლაპარაკების საჭიროება არ არსებობს, იმით რომ საკუთარი ფეხით წავიდა ციხეში, მან უკვე აღიარა კორუფციული დანაშაული, ხო, იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანი ბუნებრივია თავის ფეხით ციხეში არ შევიდოდა. აქედან გამომდინარე ამ თემაზე მოლაპარაკებაში ლოგიკას მაინც და მაინც ვერ ხედავ, რაც შეეხება დამატებით პირობას რაღაც პოლიტიკურ აქტივობებთან დაკავშირებით, რომ რაღაც ესე რომ ვთქვათ გარანტიას ითხოვდნენ, რომ ის დისტანცირებული ყოფილიყო პოლიტიკიდან. ეს ძალიან კომიკური არგუმენტია პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ღარიბაშვილის პრობლემა პოლიტიკაში არ არსებობს, ხო, ეს მითოლოგიაა, რომ ღარიბაშვილს რაიმე ტიპის პოლიტიკური რესურსი აქვს, ან პიროვნული, ან სხვა ტიპის, მაშინაც კი, როდესაც იყო პოლიტიკაში ხელით სატარებელი იყო, ხო, არ გამოირჩევა მაინც და მაინც მაღალი პოლიტიკური ინტელექტით და ხელით ვატარებდით, სანამ იქ ვიყავი, რომ თლაპოში არ ჩამხდარიყო, თლაპოდან თლაპოში გადადიოდა და ეხლა მის პოლიტიკურ შესაძლებლობებზე და ესე მის ნეიტრალიზაციაზე ლაპარაკი, ღრმად არასერიოზულია. მაშინ რა ხდება? მე ვფიქრობ, რომ ეს წერილი მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილისადმი, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენს გაგვაგონა რაღაცა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიმართა ფაქტობრივად ეს პაუზაც ამას უკავშირდება, როგორც ჩანს, ის ცდილობდა ამ პერიოდში მასზე გასვლას, ხო, ბიძინაზე გასვლას და ბიძინასთან კომუნიკაცია ვერ დაამყარა და ამიტომ ეს საჯარო სასოწარკვეთილი გამოთყორცნა ვნახეთ, ხო, როგორც ჩანს, წნეხი მასზე და მის ოჯახს გაძლიერდა. ეხლა ისტორია როგორ დაიწყო გახსოვთ, ხო, ის პირდაპირ არ დაუჭერიათ, მას მოთხოვეს სავარაუდოდ ძალიან დიდი ფული. ეხლა ან იმდენი არ ქონდა ჯერ წაღებული ვერ მოასწრო, ან მეორე ვარიანტია რომ დაენანა ამ ფულის. შეიძლება ეს ფულის ოდენობასთან იყოს კავშირში უფრო მეც ითხოვდნენ ახლა მისგან და ამ ტიპის აქტივობა იყოს ზეწოლის მოტივაცია. რა თქმა უნდა, ფულზე კი არ არის, მაგრამ იქ ქონებაზეა ლაპარაკი, ხო, ეხლა ბაკურიანის დღეები და ამ შემდეგ ხო ეს თემები ვიცით ყველაფერი. ითხოვდნენ აქედან რაღაც წინააღმდეგობას შეხვდნენ და არა მარტო მასზე გაფორმებულს, ხო, ალბათ იქ ოჯახის წევრებზე, იქ სიმამრიდან დაწყებული მამა და ამ შემდეგ ამაზე ესე რომ თავი შეიკავეს და არჩია რომ 5 წელი ჩამჯდარიყო და 5 წლის შემდეგ რომ გამოვიდოდა ეს ამ ყველაფერს ხო შეინარჩუნებდა, ხო? მაგრამ როგორც ჩანს ეს მასზე ზეწოლა გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილიც რაღაცნაირად მისი სტერილიზაცია მოხდა, ხო? იმის ღარიბაშვილისგან მე არ გამორიცხავ რომ აქ კრიმინალური სამყაროც უკვე აუშვეს, რასაც ქვია ღარიბაშვილის გასაწევად და მისი ოჯახის წევრების ალბათ ამ საფრთხეზე შეიძლება ლაპარაკობდეს, ხომ? თუ კი კრიმინალები ჩაერთენ პროცესში. რა თქმა უნდა, ესე აქ რიჟვაძის кейს შეგახსენებთ, ხო, თქვენ რა გონიათ, იქ კრიმინალური გარჩევა არ მოხდა, აბა რა მოხდა? თვითმკვლელობის მცდელობა თქვენის აზრით რას უკავშირდებოდა? იმიტომ კრიმინალები სავარაუდოდ კრიმინალები ამ პირდაპირ გაგებით, ან პაგონებიანი კრიმინალები, რა მნიშვნელობა აქვს? კრიმინალია. როცა ადამიანს თავზე ადგები და ფულს თხოვ, ეს უკვე არის კრიმინალური ქმედება, ხო? ხო და როგორც ჩანს, ესეთ სიტუაციაა და გადაწყვიტა, რომ საჯაროდ მიმართოს ბიძინა ივანიშვილმა, ბიძინა ივანიშვილს ესეთი, ესე რომ ვთქვათ, ესეთ ჩუმი შანტაჟის ენაზე, ხო? და ეუბნება რომ მე კი ბატონო დღემდე ჩუმად ვიყავი, მაგრამ თუ ეს პრობლემა არ გადაწყდება, ამ შემთხვევაში მე ამ შემდეგ და ამ შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ წერილის ორი ვარიანტი არსებობს. ერთი გამოქვეყნდება თუ ბიძინასგან დუმილი გაგრძელდება და სადაც რაღაც ჩვენთვის უფრო საინტერესო იქნება. ან თუ ბიძინასგან რაღაც რეაგირება მიიღო და რაიმე ტიპის ხელშეუხებლობის
ნაწილობრივი მაინც ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო, ამ შემთხვევაში გამოქვეყნდება მეორე წერილი. ეს საქმე გარკვეულწილად გავს ბაჩიაშვილის საქმეს, ხო? ბაჩიაშვილის გახსოვთ, ხო, რომ ეს პოლიტიზირებას რო შეეცადა დემოკრატია და ქვეყანა, ხო? სინამდვილეში ბაჩიაშვილს თავისუფლება აინტერესებდა, მეტი არაფერი. პოლიტიკური ღარიბაშვილის შემთხვევაში ეს არასოდეს არ ყოფილა მისი პოლიტიკური გეგმები, თქვენ თვითონ ბევრი ისაუბრეთ, არასოდეს არ დაგვინახავს და ეს საფრთხე ეხა პოლიტიზირებას რამდენად ელოდა ეს რამდენ რეალური შეგრძნება იყოს, ხო? რა შეიძლება იყოს? პოლიტიკური აქტიურობა და დაპირისპირება ოპოზიციაში გადასვლა, დიახ. არა, ოპოზიციაში გადასვლა არ არის ხიფათი. ხიფათი არის, ის არის გარკვეული ინფორმაციის მატარებელი, ხო? ინფორმაციის მატარებელი. ხა ღარიბაშვილი პოლიტიკაში ხა ძალიან სასაცილო ფიგურა იქნება, ხო? და მაგრამ პოლიტიზირებას ცდილობს ისიც, ხო? თავისი რესურსიდან, თავისი მიდან გამომდინარე, სოფხედელობიდან გამომდინარე, ხა მას აქვს ინფორმაცია. ეს იყო ბიძინას მოლარე, ხო? წლების განმავლობაში იყო ბიძინას მოლარე. ახლა როგორც რომეო მაგალითად გეტყვით როგორც რომეო მიქაუტაძემ თქვა დღეს რომ ლილუაშვილის კაბინეტში მიქონდა ფული ღარიბაშვილი შეუძლია გამოვიდეს და მე ეს ფული ამ ფულს კი არ ვიპარავდი ბიზნესთან მიმქონდა მაგალითისთვის გეუბნებით ხო ეს საინტერესო იქნება უკვე და სკანდალის მასშტაბი იზრდება რა თქმა უნდა ხო და ამიტომ რა არის იცით ბიზნეს საერთოდ ძალიან არ უყვარს როცა შანტაჟის ენაზე საუბრებიან ის მაინც შეეცდება რომ ღარიბაშვილი გატეხოს ამის მცდელობა იქნება ეხლა ეს 24 საათი საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია ხო და შეეცდებიან რა თქმა უნდა ეს გატეხონ და რაღაც სხვა რეალური ნაცვლად რაღაც აბდაუბდა გამოაქვეყნებინონ მე უფრო ამას ველოდები სიმართლე გითხრათ თუმცა არ გამოურიცხავ რომ დამწარებულმა ადამიანმა რაღაცა ესე რომ ვთქვათ უფრო მაგრამ ბიზნა ძალიან იმას ისეთ წრეში შევიდა ეხა ღარიბაშვილი ისიც ძალიან ყირაობდა გახსოვთ ხო ბაჩიაშვილი მაგრამ საფუძველ ჯამში რითი დაამთავრა დემოკრატიაც დაავიწყდა საქართველოში და ეს რა ქვია იბერიის გაბწყინებაც ყველაფერი და არა ბაჩიაშვილის ბრძოლის მეთოდები სრულიად განსხვავებული იყო ჩვენ ღარიბაშვილისგან მსგავსი არაფერი მოგვისმენია ბატონგია ერთი ინფორმაცია მინდა მაყურებელს მივაწოდო და წავიკითხო ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტი 4 აგვისტოს დაკრძალეს დავით ნანავა ლექსო თამაზაშვილის სიმამრე ლექსო თამაზაშვილი ღარიბაშვილის ცოლის ძმა დავით ნანავამ თავი მოიკლა ოფიციალური ვერსიით აქვე შეგახსენეთ რომ მანამდე თავი მოიკლა ციხის უფროსმა მალე თავი მოიკლა პოლიციელმა რუსიაშვილმა ამბავი კახეთში მოხდა მანამდე თვითმკვლელობა სცადა რიჟვაძემ ეს ის ღარიბაშვილის კლანია 10 დღის წინ საავადმყოფოში ყავდათ გადაყვანილი თავად ღარიბაშვილი კი გითხრეს გეგმიური შემოწმება იყო მაგრამ აგერ ადამიანი საკუთარ და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას თვად ბიძინას აბარებს ღარიბაშვილი დარწმუნებულია რომ ციხეში ზუსტად ისე მოექცევიან როგორც ბაჩიაშვილს ბიძინას სავაჭროდ ერთი დღე მისცა თან ოჯახი დააზღვია თუ ბიძინასგან უარს მიიღებს ირაკლი კობახიძე მიდარდოს. კი ბატონო, ნუ ეს არის ერთგვარი თეორია, ხო, ლოგიკურად აკინძული თეორია, მაგრამ ნუ მე ესე შორს არ რა თქმა უნდა წეწავენ, ეხლა გასაგებია, ხო, ღარიბაშვილის კლანს წეწავენ. ბანალურად ფულზეა ლაპარაკი, ხა არც ამას დაიჭერდნენ ღარიბაშვილს და არც ლილუაშვილს არ დაიჭერდნენ, იმდენი რომ მიეტანათ რამდენის მოთხოვეს. მაგრამ ეხლა მე მაქვს მაგალითად ესეთი ინფორმაცია ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ ეს 100%-იანია, მაგრამ მოთხოვეს დავუშვათ ლილუაშვილს იმაზე მეტი, ვიდრე მოასწრო სახში წაღება, ხო და ეხლა ნუ საიდან მიეტანა ბოლო-ბოლო, ხო? ამათაც ხო არითმეტიკა ძალიან სხვანაირად იციან, ხო? თავისებურად ხოცური არითმეტიკა, რაღაც სხვანაირი არითმეტიკა ეს იმის ბენზინის მზიდების არ იყოს, ხო? 3000 ტონა რამდენიმე მანქანაში რო ჩაატიეს რა. ხო და ნუ აქედან გამომდინარე ეს არის აი არანაირი შეხება რეალურად ამას პოლიტიკასთან არა აქვს. ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ-ერთ რამეზე ხელისუფლება მთლიანად არის კრიმინალიზებული. მართლმსაჯულება მთლიანად თანამონაწილეა კრიმინალის. ანუ კრიმინალიზებულია მართლმსაჯულება, კრიმინალიზებულია პოლიცია. პირდაპირ კრიმინალის ხელით მოქმედებენ, ხო კრიმინალების ხელით მოქმედებენ ხშირ შემთხვევაში იგივე ბაჩიაშვილის გატაცების ფაქტს გაგახსენებთ, მერე ციხეში დაკაჩავების ფაქტს გაგახსენებთ, ხო? ეს ყველაფერი ხო ესე რომ ვთქვათ
მეტყველებს იმაზე, რომ სათკრიმინალია და სათხელისუფლება უკვე ჩვენ გვიჭირს გარკვევა, ხო? იგივე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქ პირდაპირ კრიმინალი იყო ჩართული აი ამ მასთან გარჩევების და ფულის მოთხოვნის საქმეებში, ხო? არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილსაც რაღაც ინციდენტი მოუწყვეს კრიმინალების მონაწილეობით ციხეში, ხო? გასეირნების დროს დაუშვათ იქ. ნამდვილად იყო ეს ფაქტი, ხო, რომ შემოწმებაზე იმყოფებოდა და ალბათ ეს გეგმიური შემოწმება ფლად არ იყო. ასე რომ ეს არის ჩვენ ვაკვირდებით შიგა ქოცურ კრიმინალურ გარჩევებს, ხო? აი ამ პროცესში ვართ. ეს არის ირაკლი კობახიძეს როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ წერილში ირაკლი კობახიძე არის ესე რომ ვთქვათ პოლიტიკური სოციოპატი, რომელსაც ძალიან დაოსტატებულია ერთ რამეში, აი ნიჭი აქვს თავების მარხვის, ხო? ანუ აი ეს ენის მიტანა მოტანა და ბიძინასთვის განწყობის შექმნა და აი შემდეგ, ხო? ის წვეწვეთად აწვეთებდა რა თქმა უნდა ბიძინა არ არის ესეთი მარტივი ადამიანი, რომ ყველაფერი დაიჯეროს რა ამბავიც მიაქვთ, მაგრამ თუ განწყობა შეექმნა, მე ყველაფერს დაიჯერებს. და კობახიძის ჯგუფი დაჯგუფება ხო და დაჯგუფების სტრატეგიული მიზანი ყოველთვის იყო რომ ბიზნეს კარზე ესე რომ დარჩენილიყვნენ ერთადერთ მემკვიდრეებად, ხო? ანუ ალტერნატივა რო არ დაეტოვებინათ ბიზნესთვის, ხო? და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათი სამიზნე იყო ღარიბაშვილიც, ლილუაშვილიც, იმიტომ რომ ესენი ანგელოზები იყვნენ, რეალურად ამაზე სათქმელი ბევრი ჰქონდათ იქ, ხო? მაგრამ იცოდნენ რა დროს მიეტანათ ეს ამბავი ბიზნესთან, როგორ რა ფორმით მიეტანათ. ბიზნესაც მე გაუჩნდა ფინანსური პრობლემები გარკვეული, ხო, სანქციებთან დაკავშირებით. ესენი ეუბნებოდნენ ბიზნესს, რომ ბიზნეს შენ ეგერ ფინანსური პრობლემები აქვს და ეგერ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ფულს კპარავენ. ანუ ისინი მდიდრდებიან, შენ ღარიბდები. ხო და აი ესე ნელა წვეწვეთად მოამზადეს ახლა ინაშვილის ამბავი აი ეს მინდა და მეკითხა სწორად აი რაშუაშია ინაშვილი აქ აი გეტყვით რითია საინტერესო ინაშვილი ითვლებოდა და თვითონაც ადასტურებს ღარიბაშვილის გუნდის წევრად ხო ამ დროს ინაშვილი ბოლო პერიოდში ინაშვილმა დაიწყო აქტივობა, გარკვეული აქტიურობა დაიწყო კრიტიკა ხელისუფლების და კობახიძემ ეს გამოიყენა როგორც ჩანს ბიზნეს კარზე თავის სასარგებლოდ. ბიზნეს უთხრა რომ ინაშვილი თავისით კი არ ლაპარაკობს, ღარიბაშვილი ალაპარაკებს ამ დროს ეს სისულელეა. ღარიბაშვილმაც ამიტომ ალიbi შეიქმნა აი ამ წერილში, როდესაც ნეგატიურად მოიხსენიებს ინაშვილს. ამით ბიზნეს ეუბნება რომ მე არაფერ შუაში არა ვარ პირიქით მე გაბრაზებული ვარ ინაშვილზე რომ გაკრიტიკებს და ამ შემდეგ ხო და ეს ამბავი კობახიძემ გამოიყენა ბიზნესთან იმისათვის რომ ეთქვა რომ ინაშვილი თავისით კი არ ლაპარაკობს ღარიბაშვილი ერევა პოლიტიკაში და ღარიბაშვილი ალაპარაკებს ინაშვილს ეს ჩააწვეთეს ბიზნეს გააბრაზეს ბიზნა და დაიწყეს მორიგი შეტევა ღარიბაშვილზე კრიმინალის ჩართვით თუ პაგონებიანი რა მნიშვნელობა აქვს გაწეწვა ხო იქ ჩხრეკები ოჯახებში შევარდნები და ამ შემდეგ ანუ ბიზნეს ნეიტრალიზება ხდება ამ შემთხვევაში ბიზნა ამ პროცესში ესე ღრმად კი არ არის შესული მისი ნეიტრალიზება ხდება მისი მაქსიმალურად გაბრაზება ხდება ღარიბაშვილზე და ამის შემდეგ იწყებენ მოქმედებას ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ უყურებთ ისე ბატონგია თქვენ გინდა თქვათ რომ კობახიძის პარტიას უყურებთ იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა საუბარი იმაზე რომ კობახიძის დროც ამოიწურა და ის მალე დატოვებს ამ თანამდებობას ნუ რა თქმა უნდა კობახიძე გამდენი ბერკეტი აქვს შენ კიდევ ეს ამას ვკითხულობ სწორედ თუ კობახიძე ბერკეტი არ არის ეს რუსეთის თემები ყველაფერი მას დაბრალდეს ბოლოს და აი ამ ტვირთით დამძიმებული გაუშვა სახლში, როდესაც ის ვერასოდეს ვეღარ მოbrunდება და ვეღარაფერს ვეღარ იტყვის. კი ბატონო, ამისთვის გამზადებულია კობახიძე და კობახიძემ ეს ხო იცის, მარტო ჩვენ ხო არ ვიცით რომ ის გამზადებულია ჩასარეცხად. და ამიტომ ის იბრძვის გადარჩენისთვის და რომ გადარჩება რა შემთხვევაში თუ ყველას მოაშორებს, ხო? ანუ ბიზნეს სკამს თუ დაცლის, თუ არავის არ დაუტოვებს ბიზნეს ეს რო გაუშვას ვიღაცა ხომ უნდა მოიყვანოს. ამიტომ ხდება
წულუკიანი სად არის თქვენი აზრით? არ ვიცი, ხა წულუკიანი ვიღაც დაკარგვია რა. ხა წულუკიანი რაღაც თავში ოცნებს და თავისი რაღაცას ახარებს, ხო? ხა ისიც კი გავიგე, რომ პრემიერობას უპირებენო და ხა ეს იმდენად არასერიოზული, ამაზე კომენტარიც როგორ გავაკეთო, თუმცა ამ ქვეყანაში ხო ეს ივანიშვილის სტილში წასულებს უკან აბრუნებს, ასე იყო კობახიძე, ასე იყო ღარიბაშვილი, რატომაც არა? შეუძლია, რა თქმა უნდა, ბიძინა საერთოდ თუ ადამიანი მისდამი ლოიალურია და არ აკრიტიკებს, აშორებს, რესურსს ამოწურავს მისას, მერე აი გვერდზე უდგას ნაგვისყუთი იქ ჩააგდებს, მაგრამ თუ მერე დაჭირდა, ამოიღებს, გაასუფთავებს და ისევ დადგავს. ჩარგავს უпроსწორად, ხო? მისთვის ხო პოლიტიკური სივრცე, პოლიტიკური ველი, ეს ერთგვარი დენდროპარკია, ხეები ხო უყვარს. ადამიანებს ისინი აი თავის გუნდელებს განეხილავს სცენარეებად. აი აქ ჩარგავს სახთან ახლოს, თუ რაღაც პერიოდში თუ სარგებელს ხედავს, მერე რომ მობეზდება აქედან ამოთხრის, იქით გადარგავს. ხო? აი ეს არის მისი მთელი, ესე რომ ვთქვათ, მართლობითი ფილოსოფია. ამას მიყვება ეხლა რა თქმა უნდა შეიძლება შემოიყვანოს თამაში წულუკიანის მათ შორის რა პრობლემა აქვს ხო თუ ჩათვალა რომ მას აქვს კიდე რაღაც რესურსი რომ კიდე რაღაცა დააშაოს მორიგი რაღაცა აქტივი მოუტანოს ბიზნესს ეს არის მისი სტილია ასე რომ ეს ღარიბაშვილის ამბავი მე მაინც ვფიქრობ რომ ბილ ვარიანტში ძალიან იმედგაცრუებულები დავრჩებით ну უფრო მეტი ალბათობით მე ამას არ ვამბობ, უფრო მეტი ალბათობით, რომ ჩვენ გვაქვს ახლა მოლოდინები, რომ რაღაც დიდ სკანდალში გადავა ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ეს სრულიად დასაშვებია, რომ ეს იყოს რაღაცა პერიოდი აღებული სავაჭროდ, პოლიტიკური ვაჭრობისთვის და ხალხი დავარცხნილი წერილი ზუსტად იმ სტილში ირაკლი ღარიბაშვილს როგორც ჩვევია ხოლმე. დიდი მადლობა ბატონო ბიძინა. თქვენ მგონი პოლიტოლოგები აღარ გჭირდებათ შვენივრად ერკვევით ყველაფერში უჩვენოთაც. მადლობა ბატონ გია ხო ყველაფერი უკვე ხელის გულზე ამოვიდა და ამიტომ უკვე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას რომ ვადევნებთ თვალყურს, ბევრი გასაშიფრიც აღარ დარჩა.